მობძანდი. კატო, ლამაზო, შვენიერო, როგორ ახარ? კარგი, თქვენ როგორ ხართ? შესანიშნავად. აი კი დაჯიქი. მაინც ინსტრუმენტი შენ უფრო მოგიხდება ვიდრე მე ფონად. ესე იგი, აი კუთხეში დამშვეს ოპერატორებმა რომ აი. დაჟილი SMG-ან ხედავ? ესე იგი, ჩემთვის ფიქრობდი ახლა როცა მე შენი და ელენი ჩავწერე, გუშინდელივით მახსოვს და თურმე გუშინდელივით კი არა აი ელენე მაშინ აბარებდან ჩააბარა და ეხლა უკვე შენ ხარ სტუდენტი, ესე მალე გადის დრო. მე სანამ მოვიდოდი ფიქრობდი და მართლა რამდენი დრო გასულა. სანამ მალე გადის დრო. კარგი, გითხარი ეხლა შენ უკვე სტუდენტი ხარ, აბიტურიენტი არა? პროფესიის დაუფლება დაიწყე. რა პროფესია აირჩიე? ფსიქოლოგია ავირჩიე. ძალიან მაინტერესებდა მთელი ცხოვრება და ახლა ვარ პროცესში ჯერ რომ გავიგო ამ მეცნიერების ძირითადი არსი. სწავლობ ძირითად შესავლებს, მაგრამ იმდენად საინტერესოა და იმდენად მოხიბლული ვარ მართლა, რომ მე მგონია ეს ის არის მართლა მთელი ცხოვრება, რაც მაინტერესებს. ადამიანების დაკვირვება, ადამიანების შეცნობა, გაცნობა სულ გაინტერესებდა? კი, იმიტომ რომ ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს ბავშვობიდანვე, ესეთი ვიყავი და კონტაქტი, ხო, მიყვარს ძალიან ადამიანები და აქედან გამომდინარე, ალბათ ყველაზე ახლოს ჩემთან ეს პროფესია იყო. თუმცა შენ საზოგადოების ნაწილი, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში გიცნობენ უყვარ ხარ სიმღერით და ცეკვით ასევე. ელენი გავიცანით, შავი შესანიშნავი ხმით, მე ამასობაში შენ წამოიზარდე, უკვე შენს დამოუკიდებლად განაგდე ეს ხაზი და რა ხდება? როცა ადამიანი ცეკვავს მღერის და სწავლის პროცესი უდგება და ხდება სტუდენტი და ირჩევს პროფესიას, იმას, რასაც უნდა მიუძღოს ცხოვრება. ხო, მე გისურვებ, რომ ესეთი სწორი არჩევანი გაიკეთებინო შენ. მე რთულია ხოლმე დგება არჩევანი, აი პროფესია თუ ცეკვა, პროფესია თუ სიმღერა. ვინაიდან ბავშვობიდან ვიცი, რომ დაკავშირებული ხარ ცეკვასთან და სიმღერასთან, ძალიან რთული არჩევანის წინაშე გახარ ალბათ. ამ ეტაპის რა ხდება? ახერხებ ისევ და უკავშირებ ერთმანეთს თუ თოდა დაგიდგა საკითხი, რომ აირჩიე რომელიმე? ამ ეტაპისთვის ვახერხებ და სამომავლოდაც ძალიან მინდა რომ არ შევწყვიტო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ყველაზე მეტად რაც მიყვარს იყო ცეკვა და სიმღერა მართლა. სხვათა შორის, როდესაც აბიტურიენტი ვიყავი და ფიქრობდი რა პროფესია უნდა ამერჩია, მინდოდა რომ ჩემი მომავალი ისეთი ყოფილიყო, რომ არასდროს არ შეწყვეტილიყო, ასე ვთქვათ, ჩემი კონტაქტი აი ამ ორ სფეროსთან და იმედი მაქვს რომ შევუთავსებ. მე როგორც ვიცი, ახლა ერთ-ერთ პროექტში ხარ, არ დავასახელებ ჯერ, იმიტომ რომ მაინც დასაწყისი ამ პროექტის და არა ეთიკური არ იყოს ჩემი და არა კოლეგიალური, თუმცა ძალიან ცნობილი პროექტი იქნება, აი ჩაიც ამრაში ჩაი გიყვარს? ჩაი მიყვარს. შაქრით თუ შაქრით? შაქრით. შაქრით. შენი დიდი მადლობა ამრას. უღრმესი მადლობა. მსახურებისთვის. ხო, და ეს უკავშირდება სიმღერის პროექტს. მე მომსახურები კატოს თქვენი ნებართვით. დიდი მადლობა. მადლობა. ეს უკავშირდება სიმღერას, ხო? ეს პროექტი ცნობილი პროექტი ახლა დაიწყება, დარწმუნებული ვარ, რომ გიხელავს საზოგადოება. მარტო წარსდექი ვისთან ერთად მოდი გაგვაცანი ეს ამბავი და ამ კუთხითაც წარგვიდგინე. შენი თავი, მე რაღაც როგორ გადავიდა, ახალ ამპლუაში ხარ და ხო? ახალი ამპლუა ნამდვილად ჩემთვის ტრიოში ვიქნები და ტრიოც ჩემთვის არის აბსოლუტურად ახალი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ დუეტის გამოცდილება მქონდა ჩემთან ერთად, ხო, მქონდა ეს პატივი, ასე ვთქვათ. ასევე სოლოც რა თქმა უნდა, მაგრამ ტრიო არის საერთოდ სხვა რაღაც ჩემთვის. აი, ჩემთან დილეტანტისთვის და მათ, ვისაც არ ესმის ეს საქმე და უბრალოდ გვიყვარს ან გვისმენთ, რა განსხვავებაა, რა სირთულეა, რა სიახლეა სოლო სიმღერას დუეტს ან ტრიოს შორის? რომელი ხმა ხარ შენ? სხვათა შორის ჩვენს ტრიოში მომწონს ძალიან ის, რომ ვცდილობთ სულ გადავცვალოთ ხოლმე ხმები. ხო, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად მესამე ხმა, ხან მეორე, ხან პირველი, ანუ სულ ვცდილობთ რომ გადავცვალოთ და ჩემი აზრით ეს საინტერესოც არის, რომ ჟღერადობა სხვადასხვანაირად ხდება ასეთ დროს და მაყურებელიც სხვადასხვანაირ ვერსიას ისმენს. ტრიო არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით, იმიტომ რომ ძალიან დიდი გუნდურობის შეგრძნებას მოითხოვს. აქედან გამომდინარე დიდ შრომასაც თავისთავად
და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით არის ის, რომ თვლი ძალიან გამიმართლა. იმიტომ რომ ტრიოში ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად. აი, წარგვიდგინე შენი ტრიო, როგორ დაუკავშირეთ ერთმანეთს, როდის გადაწყვეტეთ ტრიო ჩამოყალიბებული, სახელი თუ დაერქვით უკვე? დავერქვით გოგონების ტრიო უბრალოდ. შვენიერია. მარტივად და გასაკეთებლად. დიახ და მიყავით მეგობრები. ძალიან დიდი ხანი და დღემდე ვაგრძელებ. სიმღერამ დაკავშირათ ერთმანეთს? სიმღერამ დაგვაკავშირა ჩვენ მოვხდით საოცარ პედაგოგებთან და საოცარ ადამიანებთან სტუდიაში, დები ჭოხონელიძების სტუდიაში გავიცანით ერთმანეთი და აი ამ სიმღერით და სწავლით ჩვენი მეგობრობა უფრო და უფრო შემჭიდროვდა და ეს ამ პროექტმა მოგცა უკვე შესაძლებლობა რომ რაც იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ერთად სიმღერა უკვე სატელევიზიო სივრცეში გადმოგვეტანა. აი რა სფერით ხოლმე, რა გემღერება ტრიოს. ესეც ხო შეიძლება ხდებოდეს. აი შენ დამიდა სტორიან უარყავი რომ შეიძლება რაც შენ ცალკე კატოს შენთვის რაღაც რეპერტუარი მოგწონს ასოლო მიმართულებით ირჩევ, შეიძლება ტრიოში სხვა მიმართულება იყოს. თუ დაემთხო ეს გემონება რა ზღერით, რა რეპერტუარი წარდგეთ და რა მიმართულება, რა ნიშა შეიძლება გქონდეს თქვენს ტრიოს. ვცდილობთ რომ ყველანაირ ჟანრში ცადოთ საკუთარი თავები და არ დავიშტამპოთ ასე ვთქვა. და აქედან გამომდინარე რეპერტუარი ასე წინასწარ განსაზღვრული არასდროს არ გვაქვს ხოლმე. შეიძლება ეს ნაკლებად ჩაითვალოს, მაგრამ ჯერ ახლა ვიწყებთ და ამიტომ რაღაცა მთავარი მოლოდინი ჩვენი არის ის, რომ აი ეს მეგობრობა უბრალოდ გადმოვიტანოთ სიმღერაში. კი ბატონო. და პროექტს დაუბრუნდები, რომ პროექტი გვაძლევს აი ზუსტად ამის საშუალებას. ზოგადად სიტყვა კონკურსი ძალიან მაშინებდა ყოველთვის და პირველია ეს? პირველია ჩემთვის, ხო, და ძალიან მაშინებდა ყოველთვის, იმიტომ რომ ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, ასე ვთქვათ, როგორ შეიძლება შეჯიბრება და კონკურენცია და ზუსტად, ანუ შეჯიბრება ჩემთვის იყო, აი მართლა წარმოუდგენელი, იმიტომ რომ სიმღერაზე ცეკვაც ყოველთვის ასოცირდებოდა ჩემთვის ძალიან დიდ სიამოვნებასთან და კონკურსი და შეჯიბრება ძალიან ძაბავდა ხოლმე, მაგრამ აი ახლა რომ მივედი და მით უმეტეს ჩემს მეგობრებთან ერთად რომ მომეც ამის შესაძლებლობა, მე ვთვლი რომ ეს შეჯიბრებაზე უფრო მეტად არის გამოცდილება. ძალიან კარგი გარემო დაგხვდა. ძალიან ნიჭიერი ადამიანები იღებენ მონაწილეობას და დიდი მოლოდინები გვაქვს. იმედია, გავუმართლებთ მოლოდინებს საკუთარ თავებსაც და ჩვენს მეგობრებსაც. ვნახოთ. პედაგოგები როგორ შეხვდნენ ამას? მუსიკალურ ჭოხონელიძეებს გულისხმობ. ძალიან დადებითად და ვთვლი რომ აქვთ მათ ჩვენი იმედი და იმედია გავუმართლებთ. კი ბატონო. ცეკვაზეც გითხარი? სუხიშვილებში ხარ? დიახ. ახალი თაობა, როგორ ქვია თქვენ პატარები, სტუდია, როგორ არის? ახალგაზრდა თაობა. საგას ბავშვობიდან დადიხარ და მე არ ვცეკვავ და მე მიყვარს ასე ძალიან და თქვენ რა რეაქცია და რა დამოკიდებულება გექნებათ, ვინც იქ ხარ, წარმომიდგენია, ჯერჯერობით ახერხებ მანდაც ყოფნას? ვახერხებ პირველი რეპეტიცია მახსოვს ძალიან მძაფრად, იმიტომ რომ საოცარ პედაგოგთან მოვხდი და პირველივე დღიდან მოვიწამლე მართლა და იმ დღის მერე არ შემიწყვეტავს არც ერთი დღით ცეკვის სიყვარული. დღეს აქტიურად მუშაობთ პროგრამაზე, საოცარი პედაგოგი და საოცარი ხელმძღვანელი მყავს, რომელიც არა მარტო პედაგოგი, ჩემი ვთვლი რომ ძალიან ახლობელი ადამიანი და მეგობარია. გარდა ამისა, ეს ადამიანი მაძლევს შესაძლებლობას, რომ მე კიდევ ესე ვთქვათ, ვითანამშრომლო და ვისწავლო საოცარ პროფესიონალებთან. და ამაშიც გამიმართლა, რომ საოცარი ადამიანები მასწავლიან იქაც. სუხიშვილებმა არ მომცეს მე მარტო, ასე ვთქვათ, გამოცდილება ცეკვაში. მარტო ილეთები არ გასწავლეს. არა, ხო, უნარები ძალიან ბევრი. აი, ურთიერთობა ალბათ. ხო, ცხოვრებაში ძალიან მატგება ყველაფერი და ვთვლი რომ, რა ვიცი, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პერიოდი სუხიშვილებს უკავშირდება. აგძელებ სუხიშვილებში ყოფნას. ვაგრძელებ. ჩვენ ახლა მუშაობთ ახალ პროგრამაზე, გვაქვს გეგმები და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოგვივა. შვენიერია, რა კარგი ეტაპი გაქვს, ესე იგი პროფესიის დაუფლება დაიწყე. ახალი ამპლუით შეუდექი სიმღერას, ახალი პროგრამა, სიახლეა, გაზაფხულია, გაზაფხულის სიახლესთან ასოცირდება, შვენიერი გაზაფხული გაქვს. სანამ ჩვენ ისევ დაუბრუნდებით შენს პროფესიულ კავშირებს თუ არჩევანს, პატარაობიდან მახსოვ ხარ ჩვენ და ელენი და ხედავდი ხოლმე და ხედავ ეკლესიაში, ქაშვეთში. შენს ოჯახის წევრებთან ერთად. მოდი ამაზეც გითხარი, იცი როგორ არის? აი ბავშვები როცა არიან ხოლმე, მშობლებს ან ოჯახის წევრებს ახლობლებს მიყავთ ხოლმე. მერე როცა ადამიანი იზრდება, ყალიბდება, დამოუკიდებელი ხდება, მერე თლაც
შეიძლება სწორიც არის, არ ემორჩილებოდა, არის რაღაც საკითხები, რომელიც იძულებით და ხატრით არ შეიძლება, ხო? მაგალითად, ჩემს ასაკში ხარ დედა-მამამ გითხრას და წადით გინდა თუ არა ლოცვაზე, თუ არ გინდა არ წახო. რა ხდება ახლა, თუ აგძელებ ამას, აი გითხარი, როგორია შენში რა ადგილი უჭირავს ღმერთს, აი გაბადრული, აღრთოვანებული, გაბრწყინებული გესაუბრებოდით სეკვაზე, სიმღერაზე, იმაზე, რომ შენთვის საყვარელი პროფესია აირჩიე. რა როლი აქვს შენ ცხოვრებაში, შიგნით, შენს არსებობაში ღმერთს და სარწმუნოებას და აი როგორ დაუკავშირდი, აი რომ თუ გახსოვს პირველი ის მომენტები, როცა აი ეკლესიაში წახვედი ან მიხვედი და ესეც გაგვიზიარი თუ დაგვრთავ ამის უფლებას. რა თქმა უნდა, ძალიან სწორად დაიწყეთ ჩემი აზრით ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ ოჯახი ახსენეთ და გავაგრძელებ იგივე მიმართულებით და გეტყვით, რომ ოჯახის ძალიან დიდი როლია, რომ მე ამ გზას დავადეკ, შეიძლება ასე ითქვას და არ მახსოვს მე პირველი შეგრძნებები, როცა ტაძარში მივედი, იმიტომ რომ ეს იყო პატარა ასაკში, თუმცა აი პატარაობიდან დღემდე არც ერთი კვირა დღე წირვაზე არ ყოფილა ერთნაირი. ყოველთვის იყო განსხვავებული და აი ეს გრძნობები და ღირებულებები ჩემში იმდენად შიგნით არის, რომ გადმოსაცემად რთულია სიმართლე ვაკითხოთ. თუმცა ვიტყოდი იმას, რომ ღვთის სიყვარული არის ყველაზე ძვირფასი ალბათ, რაც შეიძლება ადამიანს გააჩნდეს დღევანდელ დღეს და ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი თავისუფლება. აი მოდი გითხარი, კარგი რამე თქვი ახლა. ეს არის ერთ-ერთი ბაზისი, ერთ-ერთი საფუძველი სარწმუნოების და ღმერთთან ურთიერთობის, იმიტომ რომ ადამიანებს გონია თუ რაღაც აშიში აქვს, ზღუდავს და რეალურად ღმერთთან ურთიერთობაზე მეტი თავისუფლება არ არის. თუ კარგად იცი, იმიტომ რომ მათ შორის როცა ადამიანებად გაგვაჩინა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოხდა თავისუფლება. აი, შენთვის რა არის ეს თავისუფლება, რასაც ან ღმერთის სიყვარულში ღმერთთან ურთიერთობით ვცნობ და რა არის საერთოდ შენთვის თავისუფლება? აი, შენ ხარ ახალგაზრდა ადამიანი, ძალიან საინტერესოა შენი თაობის ხედვა, მაგრამ ამ შემთხვევაში მე თაობის სახელით ვგვიყვი, მოდი შენი პირადი სახელით გითხარი, რა არის შენთვის თავისუფლება? როგორია შენთვის თავისუფლების ახლა და გნებავთ ამ ჭრილში, აი, ღმერთთან ურთიერთობის მიმართ, რა თქვი, რომ ეს არის ყველაზე დიდი თავისუფლება. ხო, იცით რა აქვს ჩემთვის ერთი განსაზღვრება და ალბათ ჩემთვის თავისუფლება არის დადებითი საწყისების, აი სწორედ იმ დადებითი საწყისების, რაც ადამიანს დაბადებიდანვე თანსდევს, იმ დადებითი საწყისების გადმოტანა ჩვენს ყოფაში. ჩემთვის ეს არის ალბათ თავისუფლება. თავისუფლება არის სიყვარული ჩემთვის, ღმერთთან სიახლოვეა თავისუფლება. თავისუფლება შრომა, შრომის უნარიანობა, სიტყვის უფლება. არ აქვს ერთი განსაზღვრება. ალბათ თავისუფლება არის, როდესაც ახერხებ შენი დადებითი შინაგანი სამყაროს რეალურ ცხოვრებაში გადმოტანას. ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც თქვენი იწყება. ცხადია. რას ფიქრობ, შენი პროფესია, რომელიც ახლა აირჩიე და მე გისურვებ, რომ რაც რო გავუფო დარწმუნდა, რომ სწორი არჩევანი გაგიკეთებია. ძალიან დიდი იმედი მაქვს ამის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად შერჩევა პროფესიის და მე შემდგომ ამაში რეალიზება. რას ფიქრობ, ამ ყველაფერში, რაც ახლა ისაუბრე შენ დაგეხმარება, იმიტომ რომ მაგალითად ეკლესია და ფსიქოლოგია მეგობრობენ, ფსიქოლოგები ჩართულები არიან, ძალიან ხშირად აი შეხვედრებიც არის და კარგ შემთხვევაში ეკლესიაც ამ შემთხვევაში სასულიერო პირის და ფსიქოლოგებიც ეხმარებენ ადამიანს, ხო, გარკვეული პრობლემების დაძლევებში, რაღაც ნაკლონობის აღმოჩენებში, წინსვლაში. შენი ეს დამოკიდებულება, რაც გაქვს შინაგანად რწმენის მიმართ, დაგეხმარება შენს პროფესიაში, რომ შემდგომ გამოადგე ადამიანებს? ალბათ კი, და რწმენა საერთოდ არა მარტო პროფესიას, ყველაფერს ეხმარება. მე ვთვლი, რომ თუ ადამიანს რწმენა არ აქვს რაღაცის, აი, უბრალოდ რწმენა საკუთარი თავის, უფლის, იმედის რწმენა თუ არ აქვს, რა ვიცი, როგორ უნდა იცხოვროს, არ წარმომიდგენია, ამიტომ რწმენა უფლის და საკუთარი თავის, მეგობრების, გარშემოყოფების რწმენა პროფესიაშიც და ნებისმიერ ასპექტში ალბათ ადამიანს ეხმარება. და ფსიქოლოგიაც მე მგონი ყველაფერს ეხმარება. იმიტომ რომ პირდაპირ მიემართება ადამიანს. ამიტომ ალბათ ეს ორი ერთმანეთის გარეშე გამორიცხული. როდის მივხვდი, რომ ეს პროფესია გაინტერესებდა და გინდოდა და აი როდის გააკეთე არჩევანი, იმიტომ რომ წეგან მეუბნებოდი, რომ ექიმობაზე ვფიქრობდი, ხო? როდის მოხდა გარდატეხა, რომ არა თორმე ფსიქოლოგია მინდა. დღეც კი მახსოვს სიმართლე რომ გითხრათ, როდის იყო, რომ მივხვდი, რომ პროფესიად მინდოდა, იმიტომ რომ მაინტერესებდა როგორც მეცნიერება, სულ ფიქრობდი კიდევაც, რომ
ნეტა სკოლაშიც ისწავლებოდეს როგორც საგანი თქო, იმდენად მაინტერესებდა, მაგრამ როგორც პროფესიაზე არ ვფიქრობდი, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ვიყავი გატაცებული ცეკვითა და სიმღერით და სამედიცინო მინდოდა სულ, მაგრამ თამაშობდი ბავშვობაში ექიმობანას. კი. სახში ყოველას ექიმი ვიყავი. ხო და თურმე სამედიცინოში რაც მინდოდა, აი ეგ იყო ფსიქოლოგია. და დღეც კი მახსოვს, ადგილიც კი მახსოვს, სად ვიყავი. აი რა მიგახვედრე, რა იყო ის წამი, რომ თურმე ეს მინდა, გახსოვს? აი ალბათ აი უფლისნებას უკავშირებ ისევ ამას, რომ აი არ მახსოვს რა მიმახვედრა. უცებ მივხვდი, ადგილიც აი დეტალებში მახსოვს და იმავე წუთს გავედი დედასთან და ვუთხარი, რომ მე მგონი ჩამოვყალიბდი თქო, იმიტომ რომ აქამდე ძალიან ნერვიულობდი. ზაფხული იყო უკვე ეროვნული გამოცდები ახლოვდებოდა და ანუ იწყებოდა უკვე ჩემი სააბიტურიენტო პერიოდი ასე ვთქვათ და ძალიან მინდოდა რომ უკვე ჩამოვყალიბებულიყავი და გავედი და ვუთხარი დედას პირველ რიგში და მე ჩემებსაც და რაღაც მხარდაჭერა რო წამოვიდა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემების აზრით ჩემთვის ხო და უკვე მხარდაჭერაც რო წამომივიდა თვლი რომ მე მგონი სწორად ავირჩიე და მე მგონი ეს ის არის რაც მაინტერესებდა მართლა და თან სამედიცინოსაც მოიცავს თან ჰუმანიტარულ სფეროსაც მოიცავს საბუნების მეტყველოსაც და კომპლექსურია. კატო ესე იგი პატარა რო იყავი, გვახსოვს რომ ელენეც ჯერ კიდე მოზარდი იყო და მასთან ერთად ჩდებოდი შენც ხეროდი. მაშინ თუ ფიქრობდი რომ შეიძლება აი პროფესიის დონეზე გაგეხადა მომღერლობა და აი მე კონკურსები ეხატრიო თუ ჯერ სამოყვარულო ამბები იყო. აი, როდის მივხვდი მანდაც რომ გინდა რომ ამასაც გაყვე და არა მხოლოდ სახში იმღერო და იღენო მათ შორის სცენასაც. არ ვფიქრობდი მაშინ რომ არ მოგატყოთ, იმიტომ რომ ჩემთვისაც და ელენესთვისაც სიმღერა მხოლოდ სიამოვნებასთან ასოცირდება. ელენეს აქცეს ნათქვამი კი ადრე ჩემთვის. ხო, მართლა. კი. ხო და მართლა ეგრე იყო. მე ვთვლი რომ დედას და ოჯახის ძალიან დიდი როლია ამაში, იმიტომ რომ ზომიერად მოხდა ჩვენი სიმღერასთან დაკავშირება, ჩემი ცეკვასთან დაკავშირებაც და აი ეს ზომიერების შეგრძნება არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველაფერში. აქედან გამომდინარე სიმღერაშიც იმდენად ბუნებრივად წარიმართა ჩვენი მოვლენები, რომ ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ისო სიამოვნებად დარჩა და ახლა უბრალოდ ამ სიამოვნებაში ვცდილობთ რომ გავიხმაოთ ჩვენი ცოდნა. უფრო პროფესიონალურად. როგორ არჩევთ რეპერტუარს? ვერ ვარჩევთ. ეს არის ჩვენი პრობლემა, რომ აი არასდროს კამათის თემა? ანუ არ ვიცით რა უნდა იმღერო? არასდროს არ ვიცით წინასწარ რა შეიძლება ვიმღეროთ და ეს მე მგონი უფრო უკვე ნაკლიც არის, იმიტომ რომ აი უცებ რაც გაგვახსენდება, რაც მოგვინდება, სახში რო ვიგინებთ. ძალიან არეულია რეპერტუარი? ალბათ, ხო. რო ვთქვი რომ არ გვინდა ხოლმე დავიშტამპოთ, ამიტომ ვცდილობთ ყველა სიმღერა მოვიგოთ. სინჯოთ, ხო, მაგრამ აი წინასწარ ესე განსაზღვრული არასდროს არ გვაქვს რა შეიძლება ვიმღეროთ და ალბათ მე უკვე დროთა განმავლობაში საითაც გული მიგიწევს იმას ვღერი ხოლმე. რაღაცა იმას აირჩევთ ალბათ მიმართულებას. ხო, რეპერტუარი ესე წინასწარ არასდროს არ გვაქვს განსაზღვრული, აი რო რამე და დაგჭირდეს, მე ვიწყებთ ფიქრს. ეს ნაკლია ალბათ, მაგრამ რაღაც ხე გვეხმარება კიდევაც. გაქვთ უკვე რამდენიმე სიმღერა დაგროვილი, რომელსაც თქვენი ტრიოს რეპერტუარი ქვია, დაუშვათ, გაქვთ უკვე რაღაცა. კი, რა თქმა უნდა, რაღაც სიმღერებს ვაკეთებთ, ცხადია, მაგრამ ესე განსაზღვრულად რომ აი ამ დღეს ამას ვიმღერებთ და ამ დღეს ამას ესე არ გვაქვს ხოლმე. თქვენეული ვერსიები რაღაც დეტალები გაქვთ, რომ აი ქართული სიმღერა ხო, რამდენადაც ძვირფასია, გვიყვარს, მდიდარია, იმდენად უკვე ისეთებს და იმდენს უმღერია, რომ ან გამეორება გიწევს, ან რაღაცით შენი უნდა იყოს. აი ამაზე თუ ფიქრობთ ხოლმე. რომ რაღაცა სტრიხი მაინც გქონდეს, რომ თქვენი ტრიოს ვერსია შეიძლება იყოს. რომ გადამღერება არ იყოს, იმიტომ რომ როცა რაღაცა დიდს აქვს ნამღერი, მე საშიშია, რომ რა თქმა უნდა. აი და როგორ გამოვიდა. მე ვფიქრობ, რომ ალბათ რამდენი ადამიანიც არსებობს რომელიც მღერის იმდენაირი ვერსია და იმდენაირი სიმღერა არსებობს, მაგრამ ეს სიტყვა ვერსია უკვე ძალიან ხშირად ისმის დღევანდელ ყოფაში და უბრალოდ ვერსიის სწორი განსაზღვრება უნდა ვიცოდეთ. ესე მიმაჩნია, იმიტომ რომ ვერსია არ არის სიმღერის გადაკეთება, რა. ვერსია არ არის, როცა ვიხდები ვინ იყო ავტორი და რა იყო სიმღერა. ვერსია, კარგი ვერსია ნიშნავს, რომ მაქსიმალურად ახლოს იყო კომპოზიტორთან. და უბრალოდ შენი ემოცია ჩააქცევა. ჩემთვის ეგ არის ვერსია და ამიტომ რა თქმა უნდა ალბათ გვაქვს ჩვენი ვერსიები, ეს უკვე მაყურებელმა განსაზღვროს. როდესმე ხო არ გიცდი, ხო არ გიფიქრი ან როცა დაზერში ყოფილიყარ, გულში ხო გაფიქრებია გალობაზე. როგორ არა.
ეს არის აი ჟრუანტელი მივლის ხოლმე გალობას რო ვუსმენ. ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ახლობელი რამაა ჩემთვის და თან საოცარი ქაშვეთის გუნდი გვყავს ჩვენ საოცარი. მის რეგენთან ერთად შენი და თანამშრომლობთ. მოკითხვა მას და ძალიან დიდი სიყვარული გიგა ჭალაღონიას და საოცარი მგალობლები არიან მართლა და მიტაცებს ხოლმე. არ გიფიქრია გალობაზე? ძალიან დიდი სურვილი მაქვს და იმედი მაქვს. იცის გიგა? კი, იცის. უთხარი გავანდე და ახლო მომავალში მინდა რომ ეს ოცნება ავისრულო. ოი რა კარგი იქნება. ეს უკვე ეს არის ყველაზე აღმატებული ალბათ. უმაღლესი საფეხური. ყველაზე აღმატებული. უმაღლესი საფეხური იქნება. მოკლედ შესანიშნავია. როგორია გეგმები და ხედვები, აი შენი აზრით ახლა ოცებ დაამცნაურ კითხვას კითხავ. რატო იცი, ისე მალე გადის დრო? აი ხო გეუბნება წინვალი მაგალითი ჩემთვის ელენეს შემთხვევა, რომ ელენეს რომ წერდი მახსოვს ანაბარებდა ან უნდა ჩაიბარებინა და უცებ შენ წერ რომ ელენე გვიამცორებს და ძალიან მალე გადის. ამიტომ ძალიან დიდი შანსია იმისი, რომ 20 წელში ისე ვთქვათ ერთმანეთს რომ გახსოვს, თვითონ გუშინ იყო ეს ამბავიო და ნახოთ გადაცემა იქნება თუ არ ვიცი, მაგრამ ზოგადად. როგორ წარმოგიდგენია უცებ 20 წლის მერე კატო, აი რა ხდება? აი უცებ ეხლა რაც გაიხედა, რაც დაინახე შენ ზგონებაში ის მითხარი. ღერის ისევ. ალბათ ღერის, მაგრამ პირველი რაც დავინახე ალბათ 20 წლის მერე ცხოვრებაში, იმედი დავინახე, რომ ისევის გარემოცვა მეყოლება, რომელიც ყავს დღეს. საოცარი მეგობრები, საოცარი ადამიანები, ოჯახი, მასწავლებლები და არ ვიცი, აი თუ კი რამეში გამიმართლა ალბათ ცხოვრებაში, აი ჩემს გარემოცვაში გამიმართლა, იმიტომ რომ ჯერ მეგობრებზე როცა მიდგება საქმე ხო ყველანაირი მორიდება და ყველანაირი დროის შეგრძნება მავიწყდება და მინდა რომ მთელი დღე მათზე ვისაუბრო. მასწავლებლებთან მაქვს აი საოცარი დამოკიდებულება და მასწავლებლის თემა მაქვს ძალიან გამძაფრებული, იმდენად ახლობელია ჩემთვის თითოეული ჩემი მასწავლებელი და იმდენად დიდი წვლილი მიუძღვით მათ ჩემი ცნობიერების ჩამოყალიბებაში ალბათ და ჩემი აზროვნების. ეხლა იცი როგორ შევშტილებ მოჩება, მე უბრალოდ არ მაქვს საშუალება მათთან გადავამოწმო, მაგრამ მგონია რომ ასე იქნება. საერთოდ ადამიანი არის ესე მოწყობილი, უმეტი შემთხვევაში რასაც სხვაზე ფიქრობს ან როგორი თვითონ არის, ისე ხედავს ყველაფერს. ეს მესმე მგონია რომ რასაც შენ ლაპარაკობ, რა თქმა უნდა, ნამდვილად იმსახურებენ მასწავლებლები, მეგობრები, გარემოცვა, მაგრამ გონია რომ შენ ხარ ესეთი რომ ყველა შეეძებ კარგს და ყველა გიყვარს და ამიტომ ყველაზე გაბოდრული ლაპარაკობ. დარწმუნებული რა 100 მაგათ ლაპარაკებდნენ ისინი შენზე. მოკლედ მე გისურვებ რომ 20 წლის მერე კი არა 40 და 60 წლის მერეც გვერდზე ყავდეს ის ხალხები ძალიან გიყვარს და ემატებოდნენ კიდევაც და 40-60 წლის მერე კიდე ახლებზე შეგიძლიათ გეთქვას რომ აი ეს ხალხი მე რო შევიძინე ეს უნივერსიტეტში იქნება თუ პროფესიაში იქნება ასევე გიყვარს. გისურვებ რომ შენი საქმე გეკეთებინოს დიდხანს და პროფესიაში იყო ძალიან წარმატებული და მადლობა. არ იცით რამდენს ნიშნავს ეს სიტყვები ახლა ჩემთვის. აი მე ჯერა და მინდა რომ ასე იყოს და სანამ ამის დრო საშუალება და ხალისი გექნება, იმიტომ რომ ხალისი ჭირდება ყველაფერს, იმიტომ რომ კარგად რომ იმღერო, უნდა იღებდი ამით სიამოვნებას, იმიტომ რომ შენ თუ ამით იღებ რაღაცა გადასცემს მენელსაც და იმღერო, ბევრი სიმღერა, ტრიოს ბევრი სიმღერა, ახალი რეპერტუარი იცეკო და ეს მხოლოდ სასიამოვნო იქნება ჩვენთვის. წარმატებებს გისურვებ და მადლობა რომ გესტუმრე და მადლობა თქვენ, ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ თქვენი გადაცემის. მე უკვე დიდი ხანია და უღმეს მადლობას გიხდით მოწვევის. არაფერი სამადლობელი და რადგან შენ აი ესაა დაიწყე პროფესია, ანუ შენ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი, გისურვებ რომ ძალიან წარმატებული ადამიანი იყო შენი ქვეყნისთვის, შენი პროფესიით და ბევრ ადამიანს გამოადგე. მენჯერა რომ არ დაზოგავ თავს. თავარი ეს არის ალბათ რომ ჩვენს ქვეყანას გამოვადგეთ და ჩვენს ადამიანებს გაუმართლოთ იმედები და ერთმანეთს. წარმატებებს გისურვებ, ძალიან დიდი მადლობა და ესე იგი გადავენებ თვალყურს. მეც გულშემატკივარი ვარ შენ. ნახოს. ჩაი ხა მომის გალი. ხო, იცი რომ თავად გეტყვი, გინდა? ეს არის აფხაზური რესტორანი. შენ არ გემახსოვრება ამრა და მოკლედ აფხაზეთის შენს მშობლებს და ბებიაკებს ახსოვს და აი გისურვებ რომ მალე აფხაზეთშიც გემღეროს, გეცეკოს და იქაც შეიძლება დაჭირდეს ფსიქოლოგი. ყველაზე დიდი სურვილი ჩემს. ამინ. ამინ. ფსიქოთერაპიაზე ადამიანი არ მოდის ახსარებისთვის და ახსარებას არ აბარებს.